ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ფართოვდება და ახლა უკვე გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობენ, პროგრამაში შესული ცვლილებით გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი. პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება განისაზღვრა 50%-ით, ახალგაზრდებისთვის 55%-ით, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის 60%-ით. ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 30,000 ლარს შეადგენს. პროგრამის მიზნობრიობას დაემატა მცირე გაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება. განახლდა ირიგაციით უზრუნველყოფილი ნაკვეთების თანადაფინანსების პროგრამა. ცვლილებები მოიცავს იმას, რომ რომელიც ფართობი, რომელიც განსაზღვრული იყო 0,5 ჰექტარიდან ჩამოვიდა 0,2 ჰექტარზე, რათა უფრო მეტი ნაკვეთი მოიცვას, უფრო მეტი ბენეფიციარი ყავდეს ამ პროგრამას და მეტმა ადამიანმა მიიღოს ჩვენს რეგიონში სარგებელი. როგორც ადრე იყო, ეხლაც არ შეცვლა არეალი, ეს არის ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტი. უბრალოდ მოიცავს სრულ მუნიციპალიტეტს, სადაც ხდება ირიგაციით უზრუნველყოფა. ანუ თითქმის მთელს ქარელსა და გორის მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტი მოიცავს მცირე მექანიზაციის დაფინანსებას, ასევე იმპლემენტების დაფინანსებას, ტრაქტორზე ასაკიდი იმპლემენტები იგულისხმება, სასათბურე მეურნეობებს, ასევე მზის პანელების დამონტაჟებას და ირიგაციის წვეთოვანი და სპრინკლერული ირიგაციის თანადაფინანსებას. თანადაფინანსების პროცენტი განისაზღვრება 50-დან 60%-მდე. ახალგაზრდებისთვის 55%-ია განსაზღვრული, ხოლო წყალმომარაგებით წყლით უზრუნველყოფილი პირებისთვის, რომლებსაც სარგებლობენ მელიორაციის სერვისით, მათ შემთხვევაში ეს არის 60%. საბუთები უნდა აიტვირთოს ჩვენს პორტალზე RDA.gov.ზე. უნდა გაიაროს ავტორიზაცია მომხმარებელმა, მანამდე უნდა დარეგისტრირდეს 15.0-ზე, ეს არის ჩვენი სააგენტოს ცხელი ხაზი, სადაც დარეგისტრირდება ფერმერთა რეესტრში, ხოლო შემდგომში შეიძლება თავისი უნიკალური პაროლითა და მომხმარებლის სახელით გაიაროს რეგისტრაცია ჩვენთან პორტალზე და ატვირთოს თვითონვე ეს საბუთები. საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ყველა ველში მითითებულია რა საბუთი სად უნდა აიტვირთოს. გარდა მაგისა, დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეუძლია ეწვიოს ისევ ჩვენს პორტალს RDA.gov.ჟ-ს ან მოგმართოს შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურს, რომელიც მდებარეობს გორში, მერიის შენობაში, სადაც მიიღებენ ამ პროგრამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.